მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2024 წლის 23 დეკემბერია. მიხარია რომ კიდევ ერთხელ შევხვდით YouTube პლატფორმაზე. იმედი მაქვს მადლობა უკვე გადაუხადეთ ღმერთს სიცოცხლის ახალი დღესთვის. და მოგეწონებათ ყველაფერი, რასაც ვიტყვი. რადგან ეს ეხება თქვენს მომავალ ცხოვრებას და თქვენს ურთიერთობას შემოქმედთან, ღმერთთან, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ დედამიწა, არამედ ჩვენი სულებიც. ადრე თითქმის 20 წლის განმავლობაში მქონდა ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდი კიევში. კვებავდით, ვაცმევდით, მკურნალობდით, ვბანდით და ვიცავდით სასამართლოებში ქვეყნის ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს. სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს საჯაროდ $1 მილიონი გამოვუყავი. ყველა ოჯახმა მიიღო. დაწეროს ერთმა მაინც, ვინც არაკეთილსინდისიერებაში დამადანაშაულებს. მე პატიოსანი ადამიანი ვარ. და არ არსებობს უკრაინაში ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის დროს ვიღაცის კაპიკი მივითვისე. მომიწია უკრაინის დატოვება. გადმოვედი საქართველოში. სამწუხაროდ, როგორც კვლევებიდან ჩანს, ყოფილ სსრკ-ში საქველმოქმედო ფონდების 80%-ზე მეტი ქურდული და თაღლითურია. ეს ხდება ორი მიზეზის გამო. ერთი მხრივ ისინი ნამდვილი, გამოცდილი თაღლითები არიან. ხსნიან ფონდებს, არქმევენ ლამაზ სახელებს, აგროვებენ ფულს და გარბიან. შემდეგ მათ დასაჭერად დასდევენ. რა თქმა უნდა, არავინ არავის იჭერს, რადგან ყველგან ქრთამი და ქრთამია. ის ბევრს იხსნის ციხიდან. კი, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სურთ დახმარება და საერთოდ 100%-დან 99% სურს დახმარება. მართლა სურთ. მათი სულები გახსნილია, მაგრამ არ იციან როგორ გააკეთონ ეს. ბევრი ღმერთს ენდობა და ხსნის ასეთ სერიოზულ ორგანიზაციებს. და როცა მათ დიდძალი ფული შესდით, არ იციან რა უყონ ამ ფულს, რადგან ფულის სამართავად მენეჯერის გამოცდილებაა საჭირო. დიახ, მენეჯერის გამოცდილება. დადგება დრო, როცა ბევრ რამეს გაიგებთ იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც აგროვებდნენ ფულს სხვადასხვა მიზნით. მაგრამ ადამიანურად არ აკეთებდნენ ანგარიშს. და საერთოდ ისინი ადამიანებად არ თვლიან მათ, ვინც სხვას ეხმარება. არადა ესენი რჩეული ადამიანები არიან. მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. ბევრ ადამიანს მართლა სურს დახმარება და მე მივცემ მათ ამის შესაძლებლობას. აქვე არის ბმული იმაში გასარკვევად, თუ რა ტიპის ფონდები არსებობს და რატომ არის გადაკეტილი ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ფონდებისთვის დასავლური დახმარება. იმიტომ რომ დასავლეთში იციან ჩვენი სტატისტიკა და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს. სხვათა შორის არსებობს კანონები ქველმოქმედებაზე და ბიზნესმენები თავისუფლებიან გადასახადებისგან, თუ ვინმეს ეხმარებიან. აქედან გამომდინარე, დასავლურ ფონდებს, როგორც წესი, უზარმაზარი თანხები აქვთ, ტრილიონობით. მე ვიყავი ჟენევაში ასეთ ფონდში, ხსნის არმიაში. რა ვთქვა, ეს უზარმაზარი ორგანიზაციაა. მას გაეროც კი ურიცხავს თანხებს სამხედრო კონფლიქტების მოსაგვარებლად. ისეთი ავტორიტეტულია. როგორ გავაკეთებ ამას? ანუ, როგორ დავეხმარები? და რამდენ 1000 ადამიანს დავუბრუნეთ საქართველოში ჯანმრთელობა და თვით სიცოცხლეც კი. რამდენი ადამიანია და ეს უზარმაზარი ციფრია. 160,000 მხოლოდ ვებგვერდის გამომწერია. ისინი კი, ვინც გვეხმარებიან და მუდმივად მონაწილეობენ ამ საქმეში, მილიონები არიან. და როგორ ვაბარებთ მათ ანგარიშს? ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარი ფულის შეგროვება კი არ არის, არამედ ანგარიშის სწორად და პატიოსნად ჩაბარება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ აკეთებს ამას პატიოსანი ფონდი და შეადაროთ იმას, რაც აქამდე შეგხვედრიათ. უკვე თითქმის 10 წელია, სრულიად მარტო ვარ.
და ეს მომწონს. მაქვს დრო ვიფიქროთ წარსულზე. 73 წელი. ჩემი ქვეყნის მომავალზე. იმ ადამიანებზე, რომლებსაც შევხვედრი ვარ. რა თქმა უნდა, იმ ცოდვებზე, რაც მქონია და ყველას აქვს. ვინც ვერ მიაღწია იმას საკამდე, როცა სიბრძნე ცხოველურ სურვილებს ჯაბნის. დიახ, ასეა. ასე გამიჩნდა იდეა და მიახლოებინა თითოეული სული ღმერთთან. დავისახე მიზანი და სწორედ ეს ჩავწერე საქართველოში ფონდის ისტორიის თავში. თანაგრძნობა გავაღვიძო ყველა ადამიანში, ვინც ზღვის უბედურებას გადააწყდება, ვისაც არ იცნობს და არასოდეს უნახავს და მისგან არც მადლობას მიიღებს, რათა ეს სული ღმერთს დაუახლოვდეს. და იცით, მათ ესმით ჩემი. რა თქმა უნდა, თუ თქვენ წინაშე ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი ილაპარაკებდა, თუმცა მე არ ვთვლი თავს მახინჯად, მაგრამ ეს ისე სიტყვა მოიტანა. ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ არა სამწუხაროდ. ძალიან მომწონს ჩემი სულის მდგომარეობა დღეს. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თქვენ მას არ მიიღებდით, იმიტომ რომ მე არაფერი მჭირდება. მოკრძალებული არსებობის საშუალება მაქვს. ისე მოხდა, რომ აღარ მინდა ამ თემის წამოწევა. ჯერ არ ვაპირებ. ასე რომ, ყოველი სულის მიახლოება ღმერთთან, რომელსაც შეუძლია გაიგოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ღმერთისთვის, ყველაზე მთავარი არის არა მოწყალების მიცემა ვინმესთვის, რომელიც თაღლითებმა ჭიქით ხელში დააყენეს. ან უკვე ბავშვებიც კი ყავთ ჩართული ამ საქმეში. არა, ეს არის უცნობი ადამიანის დახმარება. არ ვსაუბრობ ნათესავებზე, მათ ისედაც უნდა დაეხმაროთ. პატივი ეცი მამას და დედას, ნათქვამია ბიბლიაში. გულისხმობ უცნობ ადამიანს, რომლისგანაც მადლიერებას ვერ მიიღებთ და ალბათ ცხოვრებაში ვერც ვერასდროს შეხვდებით, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ მისი ისტორია და ამით იამაღებთ. საქართველოში ყავდა ერთი ბიჭი, რომელიც ბავშვობაში განათების ბოძზე აძვრა და დენმა დაარტყა. მას ცეცხლი წაეკიდა და ორივე ხელი დაკარგა. ჩვენ დავწერეთ მასზე. მისმა ისტორიამ მსოფლიო შემოიარა და მას ტაეკვანდოს მწვრთნელმა დაადგა თვალი. დღეს ის მსოფლიოს ჩემპიონია და ჩემზე მეტი ფული აქვს. მას აღარ უჭირს. ეს ერთ-ერთი ისტორიაა. სასწაულები თქვენთანაც მოხდება, თუ სიკეთეს სულს გაუხსნით. მე ზეპირად ვიცი ბიბლია და სხვა რელიგიებისთვის წმინდა მრავალი წყარო. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმის მოსმენა, თუ რას ფიქრობდნენ ბრძენი ადამიანები. სამწუხაროდ ისინი აღარ არიან. უკანასკნელი ბრძენი ალბათ 2000 წლის წინ გარდაიცვალა. ამიტომ მე გულწრფელად მწამს ღმერთის და აირას ამბობს ის ჭეშმარიტ ქველმოქმედებაზე, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია შეაფასოს. მხოლოდ ის არის ჩვენი შემოქმედი. თუ შენ ხელი გაუწოდე ტანჯულ ადამიანს, რომელიც არც კი გინახავს და მისგან მადლიერებას ვერ მიიღებ, მაშინ თავად უფალი გამოგიწვდის ხელს. და არა აუცილებლად რთულ დროს, ის ყოველთვის შენთან იქნება. რადგან ეს არის ჩვენი მოწოდება. ჩვენ ადამიანები ვართ, მის ხატად და მსგავსებად ვართ შექმნილი. ღმერთი კი სიყვარულია, რომლის მსგავსიც არ არსებობს არსად ამ სამყაროში. არც ადამიანებში და არც სხვა ცოცხალ არსებებში. თავიდან ვიდრე შტატს არ შევქმნი, ამისთვის პირველ რიგში ჟურნალისტები მჭირდება. გთხოვთ მოისმინოთ მეგობრებო. სულაც არ არის საჭირო, რომ ჟურნალისტად გქონდეთ ნამუშევარი. მე ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ ნებისმიერ ჟურნალისტზე უკეთვწერ, დამიჯერეთ. მაგრამ შეიძლება არა ნებისმიერზე, იყოს ასე.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი. როგორც ცნობილმა პოეტმა პუშკინმა თქვა, ზმნებით დადაგონ ადამიანთა გულები. აი ასეთი გჭირდება. ახლა მინდა რომ მომისმინოთ. მივმართავ თქვენს გულებს. ყველას, ვინც თავს ცუდად გრძნობს, ვინც მარტო დარჩა საშინელი პრობლემების წინაშე. შესაძლოა არც საცხოვრებელი აქვთ და არც ჯანმრთელობა. ჰყავთ ავადმყოფი ბავშვები, მოხუცები, რომლებსაც არავინ უვლის, რადგან მათი შვილები სადღაც არიან. ან აღარ არიან. ან მათი სულები ჩაკეტილია საკუთარი მშობლების მიმართ, რომლებიც მათი გულისთვის სიცოცხლის გასაწირად იყვნენ მზად. მაგრამ ეს მათი საქმეა და მათი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე. არ მინდა ამაში ჩარევა. ეს ჩემი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი უბრალო ადამიანების ყველა პრობლემას. მე თვითონაც უბრალო ადამიანი ვარ. გულწრფელად ვამბობ. უბრალო, ვინც მიცნობს. უბრალოდ გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ არავის სჭირდებით. ასე არ იფიქროთ. გადახედეთ ჩემს ვებგვერდს და ნახავთ, საქართველოშიც ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. როგორ ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს? მილიონები. ძირითადად ისეთები ეხმარებიან, საიდუმლოს გეტყვით. ჩვენს ქველმოქმედ და 90% ღარიბი ხალხია. ანუ ისინი გზავნიან კაპიკებს, მაგრამ მათგან საკმაოდ ნორმალური თანხა გროვდება. 10% მდიდარი ხალხია. რატომღაც ისე გამოვიდა, რომ ღმერთმა ბევრ მდიდარ ადამიანს სული წაართვა. ისინი ალბათ ჩემს ასაკამდე უნდა მივიდნენ. ფონდში მზად ვართ. მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ შევძლებთ დახმარებას. როგორ ვაკეთებთ ამას? საათობით შემიძლია ვილაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ უბრალოდ გთხოვთ ესტუმროთ ვებგვერდს. გახსენით ტელეფონი, ან სმარტფონი, ან კომპიუტერი და მიხევით ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ქართული ვებგვერდის ბმულს. ჟურნალისტებო და მენეჯერებო, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში. პირველ რიგში თქვენ გექნებათ ღირსეული ხელფასი, რომელიც აქამდე არასდროს გქონიათ. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა მთლიანად მიუძღვნას თავის სამუშაოს. თუ ის გაჭირვებულია. ჩვენ გვჭირდება მენეჯერები და ჟურნალისტები და ყველა, ვინც ვერ მოახერხა საკუთარი თავის 100%-ით რეალიზება. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ბუღალტრები და სხვა დანარჩენი. სულის სიღრმემდე მადლობელი ვიქნები. მომისმინეთ. მათი, ვინც იცით მოყვასის პრობლემების შესახებ, რომელთა ცხოვრებისეული მდგომარეობა დახმარებას ღაღადებს, მაგრამ იმდენად უმწეოები არიან, რომ ვერ ახერხებენ მომართვას. გთხოვთ, გემუდარებით, დაგვირეკეთ. აი ტელეფონის ნომერი, აი ვებგვერდი, მოგწერეთ და ჩვენ იქ გავჩნდებით. და რა თქმა უნდა, ვისაც სამომავლოდ ჩვენი დახმარება ენდომება, მივესალმები პირადად მე. მაგრამ რაც მთავარია, უფალი მიესალმება მას. საჭიროა კონტროლი და კონტროლი. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ, სად ვხარჯავთ თითოეულ კაპიკს. თუ ფონდი არ არის გახსნილი, იცოდეთ, რომ გატყუებენ. ისინი თაღლითები არიან. ასეა. სხვათა შორის მშვიდად რომ ვიყო და ასეთი ადამიანი ვარ, ფულის დათვლა ვიცი. გახსოვთ ჩემი ბანკი, პრავექს ბანკი. ვერავინ იტყვის მათგან, ვისაც იქ ემსახურებოდნენ, რომ ვიღაცა მოდესმე რამეში მოატყუა. მე ვქირავ ყველაზე ძვირადღირებულ აუდიტორიულ კომპანიებს მსოფლიოში. ყველაზე ძვირადღირებულს. და მათგან შეუძლებელია რაიმეს დამალვა, რასაც არც ერთი სხვა ფონდი არ აკეთებს ყოფილი ССРК-ს ტერიტორიაზე.
მოგწერეთ თქვენი შეკითხვები და აუცილებლად დაგვიკავშირდით. ისინი, ვისაც დახმარება გჭირდებათ და ისინი, ვინც იცის სხვისი პრობლემების შესახებ და თავად არ შეუძლია მათი გადაჭრა. დახმარება ახლოა. ის თითქმის გვერდითაა. ჩვენი გულები გახსნილია, რომ გვერდში დაგიდგეთ და გავიზიაროთ თქვენი მწუხარება. ასეთი არსებობის შემთხვევაში. შემდეგ კი ასეთი მოძრაობით, თითით ზევით, ერთად აღვნიშნოთ თქვენი გამარჯვება, თქვენი პირადი გამარჯვება. და არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო. თუ მოგეწონათ ჩემი გამოსვლა და გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, გააზიარეთ. გააზიარეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩემი ინიციატივის შესახებ, მით უფრო სწრაფად გავიხსნებით, მით უფრო სწრაფად მიიღებს ათასობით ადამიანი დახმარებას. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, დაურეკეთ მშობლებს, ისინი თქვენი ხმის გაგონებას ელიან. ესეც ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ჩვენს რთულ დროში. გეხვევით ყველა მეგობარს, თითქმის მილიონი გამომწერი მყავს. მაგარია. ყველას სიკეთეს გისურვებთ. ასეთი ადამიანი ვარ ბუნებით. დღეს ხომ საერთოდ. გეხვევით, ნახვამდის.